მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან დღევანდელ გადაცემაში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩაგვერთვება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე. მოგესალმებით ბატონო ზვიად, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ზვიად, ვიდრე სხვა საკითხებზე გადავალთ, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მინდა თქვენი შეფასება, ის რაც ბოლო დროს ხდება. რამდენიმე დღეა ჩვენ ხედავთ მელიქიშვილის გამზირზე, როგორ მოწყალოდ უსწორდებიან ახალგაზრდებს დაპირისპირებას, რომელსაც მე ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ძალიან ახალისებს აი ამ ძალადობას, რასაც ვხედავთ, იმიტომ რომ დღეს პრემიერის განცხადებაც იყო სხვათა შორის, რომ ჩვენ ხალი ხალს არ გავს, კაცი კაცოა, ესეთი დამაკნინებელ განცხადებებს აკეთებს და ვიტყოდი არა მხოლოდ წამახალისებელი ან მოწოდებასაც კი ვხედავ ძალადობისკენ, ისეთი განცხადებები კეთდება მათი მხრიდან და სოციალურ ქსელზე აღარ მაქვს საუბარი. მოკლედ სასწაულია მოვლენების მომსწრეები ვართ ჩვენ სისასტიკის და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ გვიკვირს, მანამდე იყო რუსთაველის გამზირი და ასე შემდეგ. თქვენი შეფასება მინდა აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ის რაც ხდება ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა. ეს დღეს პირველად არ ვამბობთ და აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა უკვე წრებრუნვა. მან რამდენიმე წლის წინ უარი თქვა დასავლურ განვითარებაზე, უარი თქვა ლიბერალურ დემოკრატიულ განვითარებაზე, უარი თქვა თავისუფლებაზე და თავისუფლების გარემოზე ქვეყანაში, იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენს მოქალაქეებს უნდა ცხოვრება და შესაბამისად ამის შემდეგ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ზის უკვე აი იმ საერთო ჩარჩოში, რომელიც თავად შემოუხაზა ქართულ საზოგადოებას და უთხრა რა ტიპის სახელმწიფოს გაკეთება უნდა მან. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანები მიდიან საპროტესტოდ მოქმედი მერის ან მერობის კანდიდატის ოფისთან, ეს არის გამოხატვის თავისუფლების დაცული აქცია და ბუნებრივია ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება გამოთქვას იქ პოზიცია, გამოთქვას იქ თავისი მოსაზრება, მათ შორის მიუღებელი მოსაზრებაც კი კახე კალაძისთვის, ქართული ოცნებისთვის, მისი მხარდამჭერებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ადამიანები უნდა ცემონ, ადამიანებს უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა სიტყვიერი ფიზიკური გაუსწორდნენ და დაეწყონ მუქარა რომ მათ დააპატიმრებენ და მათ დევნას დაიწყებენ, ხო? ჩვენ დავინახეთ ეს გაცილებით უფრო ძიმე ისტორია, როდესაც საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მე გიტყვი და ჩვენ რას საუბრობთ ახლა, როდესაც ხელისუფლება და თავად პრემიერ-მინისტრი, თავად თბილისის მერი, რომელსაც ისევ უნდა მერობა, გამოდიან და საუბრობენ იმაზე, ჩვენ ხომ არ დაგვიკავებიათ, ეს ხო ჩვენი შეთავაზება არის, ეს მისი არჩევანი იყო, რომ წასულიყო ციხეში. რის გამო უნდა წასულიყო 23 წლის სტუდენტი ციხეში? იმის გამო, რომ მან თქვა, რომ ქართული ოცნება, ეს არის რუსული ოცნება და წააწერა პლაკატს და ამ დროს თავისუფლად შეუძლია მიუბრუნდეს ეს ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს და უთხრას ტყუილი და ამ ტყუილზე ააგოს მერე მთელი ეს პროცესი, რომ თურმე მეგიმ დაამახინჯა უпростоრად ხელყოსხვისი საკუთრება და ამის გამო მან სისხლის სამართლის წესით უნდა ააგოს პასუხი. ძალიან კარგად იცის თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ის საარჩევნო პლაკატი, ის საარჩევნო ბანერი არის წინა საარჩევნო სააგიტაციო მასალა და მისი ხელყოფა რაიმე ფორმით, მისი დამახინჯება, რაიმე ფორმით მისი შეცვლა ან მასზე რაიმე წარწერის გაკეთება არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადის აქციები და არის ადმინისტრაციული სამოქალაქო უკაცრავად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მაქსიმუმ ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ არა ხელისუფლება დღეს ეუბნება საზოგადოებას, რომ თქვენი ნებისმიერი გამოხატვა, თქვენი ნებისმიერი ქმედება, თქვენი ნებისმიერი თავისუფალი აქტი, ეს უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი ყველას ჩაგდეთ ციხეში. ეს არის პათოსი ბიძინა ივანიშვილის და ყველა მისი
აი ამ კომისრების, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე დგანან ახალ და ხელმძღვანელობენ, ყველანი იმეორებენ იმას, რასაც ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თავისუფალი ნება, რომ კონდეთ პროტესტი, ყველანი ჩაყარეთ ციხეში. და რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი არ აქვთ ამ ადამიანებს, რომ უნდა შეასრულონ ეს ბრძანება. მაგრამ მოდი პირდაპირ თქვათ, რომ ისინი იძულებით კი არ ასრულებენ ამ ბრძანებას, ისინი შინაგანად ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეები, ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლები და ერთი მიმართულებით მაცგირალი ხალხი არიან ისინი, ამიტომ აქვთ მოულოდნელი არაფერი არ უნდა იყოს არავისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ქართული საზოგადოება იტყვის უარს თავისუფლებაზე და დათანხმდება ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებულ მატრიცას, თუ ქართველი ხალხი, თითოეული მოქალაქე, ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრი იბრძოლებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თავისუფლება. დღეს ჩვენ ამ გზასაყარზე ვართ. ეს მელიქიშვილის გამზირზე იქნება, რუსთაველის გამზირზე იქნება, უნივერსიტეტთან იქნება, თუ ნებისმიერ სხვა არეალში ჩვენი საქართველოსი, მოდი ვთქვათ, რომ დამოკიდებულება ხელისუფლების იქნება აი ესეთი რადიკალური და აქ ყველაფერი არის დამოკიდებული მოქალაქეების ნებაზე. ისინი დაყვებიან ამას თუ გაუწევენ წინააღმდეგობას. როგორც ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეები უწევენ წინააღმდეგობას, მათ არ უნდათ ჩაკეტილი არადემოკრატიული რუსული გარემო აი აქ საქართველოში და ეს მე მგონი აღარ იწვევს ეჭვს არავისში, თუ კი აქამდე არ იწვევდა ეჭვს მაგალითად ჩვენს დასავლეთ პარტნიორებში და ისინი საუბრობდნენ ღია ქართული საზოგადოების გამძლეობასა და ბრძოლის უნარიანობაზე, დღეს თვითონაც მიხვდა ქართული ოცნება, რომ არ გამოდის ქართული საზოგადოების გადატეხა და აი ეს ხედვა რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მე მაინც ვერ ვიგებ რა უნდა ამ ხალხს და რატო ეხეთქებიან თავით კენდელს და მე ვერ ვიგებ მათ თავგანწირვას, ეხლა მე მგონი ეგეც იგებს. მაგრამ უბრალოდ მგონია რომ მოდაგვიანებულია. ამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებები ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაკარგა. დიახ, ჩვენ ბოლო შემთხვევაზე ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაში მეგის შემთხვევა, თუმცა ყავს უამრავი სინდისის პატიმარი. ამაზეც მინდა თქვენი შეფასება, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ გადავალ, იმიტომ რომ ეს ეხლა ვნახულობდი დიტო სამხარაძე და არაერთი ქართული ოცნების სახე, ასე ვთქვათ, როგორ მოუწოდებს, ასე ვთქვათ, მართლაც ახალისებს აი ამ ძალადობას, გაუგონარი პოსტები და კომენტარები წავიკითხე აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მეგიმდე იყვნენ ძალიან ბევრი სინდისის პატიმრები, რომლებიც დღემდე რჩებიან ციხეში, სასამართლოს მიდგომა პრაქტიკა და აი ამაზეც მინდა თქვენი შეფასება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ზუსტად იმიტომ გროვდება ამდენი სინდისის პატიმარი ქვეყანაში, რომ დამოკიდებულება მიდგომა ხელისუფლების არის თავისუფლების შეზღუდვა, თავისუფლების ჩაქოლვა. როდის ჩნდებიან ქვეყანაში სინდისის პატიმრები? მაშინ, როდესაც ადამიანებს იმის გამო აპატიმრებენ, რომ მათ უნდათ თავისუფლება, მათ უნდათ ლაღი ცხოვრება, მათ უნდათ დემოკრატიული გარემო და როდესაც ამას ხელს უშლის სახელმწიფო მმართველობა, რა თქმა უნდა, სწორედ მაშინ ჩნდებიან სინდისის პატიმრები. ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ახლა იმყოფებიან საპატიმროებში და იტანჯებიან რამდენი თვეა? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უწევდნენ წინააღმდეგობას აი იმ რეპრესიულ მანქანას, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ახშობდა თავისუფლებას თბილისის ქუჩებში, ბათუმის ქუჩებში და ასე შემდეგ. რატომ არის მზია მავრობელი სინდისის პატიმარი? იმიტომ, რომ მან გაუწია იმ კონკრეტულ სიტუაციაში წინააღმდეგობა, იმ ძალადობას, რომელსაც ახორციელებდნენ მოქალაქეებზე. რატომ არის სინდისის პატიმარი? საბა შვიდარიძე მან დაიცვა თავისუფალი ადამიანები, როდესაც მას
მათ ჩაგრავდნენ და მათ თავისუფლებას უზღუდავდნენ და ამ დროს თვითონ მოუბრუნდა მას პირისპირ აი ეს მექანიზმი და უთხრეს რომ არა შენ უნდა იყო საპატიმროში, იმიტომ რომ შენ არ უნდა დაგეცვა ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ჩაგრავდით. ან დაუშვათ ნებისმიერი სხვა ადამიანი მათედევით, რატომაც არის საპატიმროში, როგორც ინდისის პატიმარი თორნიკე გოშაძე, რატომაც არის ან რატომაც არის ანდრუიდი ჩინაძე, ონის ცხადაძე და ასე შემდეგ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიუღებლობა ჩაგვრის ძალადობის და მონობის და უნდათ რომ თავისუფლები იყვნენ და ბუნებრივია მეგიც როდესაც აკეთებს ამ წარწერას პლაკატზე ის ამბობს რომ იმიტომ კი არ არის რუსული ოცნება, ქართული ოცნება რომ იქ რუსები არიან ეთნიკურად ან სახელმწიფოებრივი კუთვნილებით რუსეთის მოქალაქეები. არა იმიტომ რომ ისინი ცდილობენ საქართველოში შექმნან რუსული სინამდვილე, ისინი ცდილობენ საქართველოში შექმნან რუსული მმართველობის წესი და საზოგადოებრივი მოწყობაც რუსული გახადონ. ეს არ უნდათ ადამიანებს, ეს არ უნდათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომაც აქვს პროტესტი და ბუნებრივია ამაღლობელს არაპატიეს ერთი ქართული ოცნების პასუხი რა შეიძლება იყოს ამ დროს? რა თქმა უნდა ძალადობა, რა თქმა უნდა აგრესია, რა თქმა უნდა მიქსევა აი ამ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების, რა თქმა უნდა ფიზიკური ანგარიშზრობა. გავიგეთ რომ გინება იციან, გავიგეთ რომ რაღაცა ჟესტიკულაციები ასწავლეს, რა ვიცი, სკოლაში, ოჯახში, ეზოში, არ ვიცი, სადღაც ასწავლეს ეს ჟესტიკულაცია და ამით ტრაბახობენ. ეს ენა ასწავლეს უხამსობის და გინების ენა. ესეც მათი არჩევანია რომ ეს უნდათ და ეს მოწონთ, მაგრამ როდესაც ეს ხდება სისტემური, როდესაც ეს ხდება ორგანიზებული, როდესაც ეს ხდება სახელმწიფო მმართველობის სახე, მაშინ რა თქმა უნდა ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თვითონ სახელმწიფო გადის დემოკრატიული მმართველობის ჩარჩოდან და უკვე ის პირდაპირ გეუბნება, რომ აი ამ ფორმით გაგისწორდებით ყველას. გუშინ თავად გაავრცელეს ხომ ის ვიდეო, აი როდესაც ტრაბახობდნენ, რომ აი სამოქალაქო შეგნება გამოვიჩინეთ და ქუჩაში არ გამოვედით და მეორე დღეს, როდესაც მოქალაქეებს დაერივნენ, მეორე დღეს ხომ არ გამოვიდნენ ქუჩაში და ეს იმით ახსნეს, რომ აი თურმე ხელები ეკავებოდათ და მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება გამოიჩინეს და არ გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ მე თავად გაავრცელეს ესეთი ვიდეო, როდესაც აი ეს პირბადიანი რაღაც ეგზალტირებული ადამიანები, რომლებიც კალაძის საარჩევნო შტაბის შენობაში იყვნენ, როგორ აღნიშნავდნენ აი თავის მდგომარეობას, როგორ აფასებდნენ თავის მდგომარეობას და ეს იყო ჩვეულებრივი ფაშისტური აქცია, რომელიც უნდა დააფიქროს ყველა, დააფიქროს არა მარტო ის ადამიანები, რომლებსაც არ მოწონთ ქართული ოცნების მმართველობა. ქართული ოცნების ამომრჩევლებიც უნდა დააფიქრონ, იმიტომ რომ ვაცრავად, მაგრამ თუ შენ ხარ ღიად, ამ ფარულად, ან მუნჯად აი ესეთი ფაშისტური მმართველობის მხარდამჭერი, პასუხისმგებლობა შენზეც არის. ეს არ ნიშნავს, რომ რაკი შენ მოიხსენი ეს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გადააბარე პარტიას, იმიტომ რომ მან გითხრა, რომ მე მივხედავ შენ პასუხისმგებლობა მოიხსენი, არ გეხსნება პასუხისმგებლობა. შენც ხარ პასუხისმგებელი ამ ძალადობაზე, შენც ხარ პასუხისმგებელი აი ამ ვაქანალიაზე, რომელსაც სხვადასხვა ადგილას აწყობენ, ხო? გნებავთ პოლიციური რაზმები, გნებავთ აი ესეთი სადამშრალო აგრესიული ჯგუფები, რომლებიც ძალიან ბევრი შექმნა სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ. მე მაქვს განცდა, რომ ქართული ოცნება დამთავრდება და არც თუ შორეულ მომავალში მალე, მაგრამ აი ეს პრაქტიკა რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ, ეს საკმაოდ ძნელად ამოსაძირკვი იქნება, იმიტომ რომ მას სწორედ აი ეს ლექი, ეს დუჯღი რაც შეიძლება იყოს აიმე ტიპის საზოგადოებაში, მან ამოიტანა და ზემოდან დაადო საზოგადოებრივ პროცესებს და ისე მარტავს. ეს რა თქმა უნდა
ძალიან მძიმე გამოწვევა იქნება მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ ახლა ამაზეც უნდა ვიფიქროთ. დიახ, და მზიამაღლობელ სარაპატიეს აქვე მინდა დავამატო, ამაზე ვსაუბრობდით და ეპატიეთ იმ ადამიანებს, ვინც ნახეთ პირდაპირ ქალებს როგორც ცემდნენ და არა მხოლოდ ქალებს, ბავშვებს, მოზარდებს და ასე შემდეგ. ბატონო ზვიად, ამ ბოლო დროს კანონებზე მინდა გადავიდე, რეპრესიულ კანონებს უწოდებ ხოლმე მე ამას პირადად, რომელიც ბოლო დროს უდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და თითოეული ადამიანის უფლებებს. ჩვენ ხედავთ ხო, ნუ რა შედეგიც დადგა. მანამდე იყო ინკასოები კრიტიკულ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს უკვე დაკითხვაზე დაიბარეს და მანამდე ანგარიშები დაუყადაღეს, უფრო ადრე იყო ის, რომ ზოგიერთმა გავლენიანმა ორგანიზაციამ დახურეს ოფისები მათ შორის რეგიონებში და მოქალაქეები დარჩნენ სერვისების მიღმა, იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ სერვისების მიმწოდებლები და ცხადია ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა დაკარგა ის სიკეთეები, რასაც იღებდნენ უშუალოდ აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და ყველა მიგრძნო საკუთარ თავზე ეს. დღეს ვხედავთ, რომ აი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს იბარებენ დაკითხვაზე და მათი ანგარიშები არის დაყადაღებული. მაშინ როდესაც უვიზო მიმოსვლაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა მაინც რატომღაც გვეგონა, რომ იყო მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რაღაცა ფორმით უკან დაეხია ხელისუფლებას, თუმცა ჩვენ უარესი ვნახეთ, უარესი შედეგები. აი ამ კანონების ფონზე რა მიგაჩნიათ ყველაზე უფრო რეპრესიულად თქვენ და როგორ წარმოგიდგენიათ ამ პირობებში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომელიც მე ვიტყოდი პირდაპირ მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის დღეს მათ შორის მედია ორგანიზაციების. და დიდი მადლობა ამ საკითხის წამოჭრისთვის, მაგრამ ეს არ არის რაღაც ცალკე განსახილველი თემა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მთლიანად აი ზუსტად იმ კომპლექტში უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რასაც საუბრობდი აქამდე, იმიტომ რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, ნებისმიერი ეს ჩანაწერი, რომელიც ამ კანონებში არის, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარიზმის გაძლიერებას ქვეყანაში. ემსახურება იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დათრგუნული, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფალი ნება ვერ გამოხატონ, ვერ მიიღონ იმ ტიპის სერვისები, რომლებიც მათი უსაფრთხოებისათვის, მათი სამართლიანობის დაცვისთვის, მათი თანასწორობისთვის არის მნიშვნელოვანი, ხომ? ზოგადად ეს ტერმინები თანასწორობა, სამართლიანობა, თავისუფლება უკვე ამოვარდა იმ ლექსიკონიდან, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, ხომ? მათთვის ეს არ არის მთავარი. მათთვის მთავარი, ერთადერთი მთავარი სიტყვა არის ჩაგვრა ერთმა ჯგუფმა და ძალიან პატარა ჯგუფმა და კონცენტრირებულმა ქართულ ოცნებაში უნდა დაჩაგროს მთელი ქართული საზოგადოება. საზოგადოება ამის საშუალებას არ მისცემს. კი, მე მესმის, რომ დღეს ის რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს და აყადაღებს ანგარიშებს, დღეს მექანიზმებს იყენებს ასევე რეპრესიულს და აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ვერ მიიღონ გრანტები ან მერე ატარონ სასამართლოებში დაკითხვებზე და ამით შექმნან რაღაცა ანტურაჟი, რომ აი ჩვენ როგორ კაცრად ვეცვით რაღაც კიმერას, რომელიც თავადვე შექმნას რაღაც საბოტაჟი ხორციელდება ქვეყანაში, თუ ვინმე საბოტაჟს ახორციელებს ქვეყანაში, თუ ვინმე მართლაც ქვეყნის განვითარებას ბლოკავს და ქვეყნის წისვლას აფერხებს, ეს თვითონ ქართული ოცნება, ანუ საბოტაჟნიკები, იმიტომ რომ ძალიან რუსული ტერმინია. საბოტაჟნიკები არიან დღეს ხელისუფლებაში, ისინი უკეტავენ განვითარებას, ხომ? ქართულ საზოგადოებას, ისინი უქმნიან ზუსტად იმ რეალობას, რომელმაც უნდა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა ევროკავშირთან. აი იმ საბოტაჟნიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება, გამოიწვია ის, რომ გუშინ როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის პრეზიდენტი საუბრობს ევროკავშირის გაფართოებაზე და რაღაც სხვა პერსპექტივებზე, საუბრობს უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბოსნია-ჰერცეგოვინაზე და არ ახსენებს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად ამ საბოტაჟნიკებმა გააგდეს აი ამ რიგიდან, გამოაგდეს ამ რიგიდან, იმიტომ რომ არ უნდათ რომ საქართველო განვითარდეს. და ეს ყველაზე აპრობირებული ფორმაა, ხო? მე ვაკეთებ ცუდ საქმეს და მე შენ გაბრალებ. აი ზუსტად ეს არის დღეს ქართული ოცნება, რომელიც ეწევა ქართული სახელმწიფოს განვითარების საბოტაჟს. თითოეული ეს ადამიანი, ეს კახი კალაძე, სირაკი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც აი წარმოუდგენელი
პრაქტიკისთვის, პოლიტიკური ურთიერთობებისთვის, ყველაზე დრამატული ურთიერთობებისთვისაც კი მიუღებელი ლექსიკით საუბრობს მაგალითად ელჩებზე, კერძოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია ამის თაობაზე განცხადება გააკეთოს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეწევი საბოტაჟს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხო? ანადგურებ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციას, ქართული სახელმწიფოს ფასს და წონას მსოფლიო თანამეგობრობაში და აჩვენებ, რომ ეს არის რაღაც ბანანის ქვეყანა, ბანანის რესპუბლიკა, რომელიც ეს ბოლოს ტერმინად მიღებული სიტყვათა მაშია და რანაირ მოყოლთათვის ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო უნდა გამოვარდეს მიმდინარე საერთაშორისო პროცესებიდან და ის უნდა დარჩეს ჭირკოვანი და ხა გამოდის რომ აი ეს საბოტაჟნიკები, აი ეს მართლა ავიცი ძერჟინსკის და იაგოდას ნაშიერები და ბერიას ნაშიერები ხა უბრუნდებიან ქართულ საზოგადოებას და უგნებიან რომ ეს თქვენი ბრალია რომ თურმე ასეთი რამ ხდება თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო ვერანაირ საბოტაჟს ვერ დაინახავს ვერავინ და ვერანაირად ვერ გაწირავენ ქართულ სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფო შეიძლება გაიწილოს მხოლოდ იმის გამო რომ ის გახდეს ავტორიტარული დიქტატორული ტოტალიტარული სივრცე სადაც ადამიანების უფლებები იქნება შელახული და გაქელისად არ იქნება თანასწორობა და არ იქნება სამართლიანობა რაზე იბრძვიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რა არის ის მთავარი გზავნილები რომელზეც ისინი ესაუბრებიან ადამიანებს რომ ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო არ გვინდა არის ვინმე საქართველოში ცხოვრები თუნდაც ერთი ადამიანი რომელიც გეტყვის რომ უსამართლო სასამართლო მირჩევნია და ყველა ხო დარწმუნებულია რომ რუსეთის სასამართლო კლანი ეს არის უსამართლო სასამართლო რა თქმა უნდა ყველას მინდა სამართლიანი სასამართლო ვინმე გამოვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქე თავისუფალი მოქალაქე გამოვა და ითქვას რომ მას კორუფციული გარემო უნდა და მოწონს ქვეყანაში კი რა თქმა უნდა არიან როცა ხელისუფლებაში იმყოფებიან ან სხვადასხვა დროს არ აქვს მნიშვნელობა კორუფციას ქართულ ჯიგრულ პონტად განიხილავენ მაგრამ მოქალაქეებს რომ კორუფცია არ უნდა მოქალაქეებს რომ არ მოწონთ კორუფცია და მოქალაქეებს ხელს უშლის განვითარებაში კორუფცია და როგორ შეიძლება რომ ადამიანები რომლებიც იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ ამხელენ კორუფციულ ფაქტებს ისინი იყვნენ საბოტაჟნიკები საბოტაჟნიკები კორუმპირებული ადამიანები არიან კორუფციონერები არიან საბოტაჟნიკები ისინი ანგრევენ ქვეყნის ნორმალურ განვითარებას ხო და ამიტომ შესაბამისად აქ სწორად უნდა გაიგოს ყველა მოქალაქემ რომ ვინ ეწევა საბოტაჟს ეს არასამთავრობო სექტორი ეს აკადემიური სექტორი ეს აქტივისტები ეწევიან საბოტაჟს თუ თვითონ ეწევიან საბოტაჟს და თვითონ ამკეთებენ და თვითონ ქმნიან ისეთ სისტემებს რომელმაც ჩვენი სახელმწიფო უნდა დატოვოს ისტორიის პროცესების მიღმა აი ეს არის საფიქრალი და ეს არის გასააზრებელი თორემ ის რომ სახელმწიფოს გააჩნია რეპრესიული მექანიზმები და ამას ყოველთვის გამოიყენებს თავისი ინტერესებისთვის ნებისმიერი მთავრობა და მით უმეტეს ის მთავრობა რომელიც არის ორიენტირებული ავტორიტარიზმსა და ძალადობაზე ამ ეს მოულოდნელი არ არის ამის აღქმა ყველას აქვს უბრალოდ ჩვენ აი ამ საჯარო გამოსვლებით ამ მიტინგებით აი ამ პროტესტით ვამბობთ მოქალაქეები ვინც კი გამოდიან ქუჩაში ხო მეც გამოდიოდი თქვენც გამოდიხარ ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში საქართველოს სხვადასხვა წერტილებში და გამოდიან რატომ იმიტომ რომ მათ არ უნდათ ასეთი საქართველო და ასეთი საქართველო რჩება ისტორიის მიღმა ჩვენ არ მინდა რომ ეს ქვეყანა ოდესმე დასრულდეს და მით უმეტეს დასრულდეს ჩვენი სიცოცხლის დროს ჩვენ ცხოვრებაში დასრულდეს ეს ქვეყანა და ჩვენ ვიყოთ მონაწილე ამ ქვეყნის როგორც სახელმწიფოს დასრულებისა ჩვენი ამოცანა არის ის რომ აი ახლა გადავძლიოთ ეს პაკირი თავისუფლების სამართლიანობისა და თანასწორობის მხარეს და იმედი მაქვს რომ ქართული საზოგადოება მას შეძლებს და გაიმარჯვებს
დიახ, უვიზო მიმოსვლა ვახსენეთ და მე ვნახე თქვენი ერთობლივი განცხადება, სადაც თუ ეს მოხდებოდა და შეგვიჩერდებოდა უვიზო მიმოსვლა, შეგვიჩერდება ასე ვთქვათ, თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ ხელისუფლებას, ცხადია ცალსახად ასე არის, თუმცა რომ შევახსენოთ მაყურებელს, რას კარგავთ ამ შემთხვევაში, თუ აი ამ სიკეთით ვეღარ ვისარგებლებთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ დიდ პროპაგანდას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან შიდა ქართლში თქვენ იცით რომ ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან და რუსული პროპაგანდა ძალიან მძლავრი არის და სამწუხაროდ აჯერებენ და საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეს მოქმედებს თუნდაც აღარ დავკონკრეტდები ახლა ის რომ მამაკაცებს არ გაათხოვებენ და ასე შემდეგ სამწუხაროდ არ უნდა იყოს თუმცა მე არ მგონია რომ და მithmetes არა ვარ ასეთი დაბალი აზრის ჩვენ საზოგადოების წევრებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი ამ პროპაგანდას ადვილად წამოიგებიან. მე არ მგონია რომ ვინმე დადის საქართველოში, ვისაც აქვს რაღაც გარკვეული განათლება მიღებული, რაღაც გარკვეული წარმოდგენები აქვს. სხვათა შორის ჩაგეჭრებით ბატონო ზვიად, მათ შორის ომის თემითაც ძალიან კარგად манипуლირებენ და თქვენ იცით რომ კი ბატონო, ხო და ზუსტად მაგას ვამბობდი, არ მგონია რომ ვინმე შეეროდეს რომ 2008 წელს საქართველოს მშველელი და გადამრჩენელი იყო რუსული არმია. არ მგონია ვინმე შეეროდეს. არ მგონია თავად გორის საკრებულოს თავმჯდომარესაც შეეროდეს, მაგრამ ის არის ნაწილი ზუსტად იმ ავტორიტარული მართლობის, რომელმაც უნდა თქვას ეს და უნდა დააჯეროს საზოგადოება. საზოგადოება ამას არ დაიჯერებს. რა ვიცი, მე არ მგონია, მართლა მნიშვნელოვანი იქნება, რომ თუნდაც ერთი ადამიანი დავინახო, ვინც იტყვის, რომ 2008 წელს საქართველოს მშველელი იყო რუსული არმია. მე არ მინდა დავიჯერო რომ თუნდაც ერთი მოქალაქე არსებობს, რომელიც ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა არის საქართველოსთვის ცუდი და მავნებელი და დამაზიანებელი. არ მგონია, რომ ვინმე საქართველოს მოქალაქეს ეთოთ კონდეს საჭიროება იმისა, რომ ვიღაცა მოგთხიცოს მას, რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია. ეს არის ისეთი ტიპის მდარე პროპაგანდა, რომელიც ვერ უძლებს სატირასაც, ვერ უძლებს ირონიასაც, მაგრამ მაინც დაჟინებით იმეორებენ, ანუ საკუთარ ბოდვებში გაჭედილი, საკუთარ ბოდვებში გაჩხერილი ხელისუფლება ყავს დღეს ჩვენ და ვერ გამოდის, ისიც ვერ გამოდის, ისიც ახალს ვერაფერს ვერ ქმნის. მაგრამ ის ფაქტია, რომ რაღაცა დასავლეთის გაშავების მცდელობით არიან დაკავებული და საკმაოდ დიდ რესურსს იყენებენ ამით, რომ თქვათ ევროპა ცუდია და მათ შორის პროპაგანდისტული ტელეარხებიდანაც ხშირად გვესმის. ხო, გასაგებია, მაგრამ აი მეც ხო ვერაფერს ვერ ამბობენ, დადიან და ამბობენ, რომ ევროპა ცუდია, ევროპა ცუდია, ევროპა ცუდია. დადიან მოქალაქეები ევროპაში და ხედავენ, რომ ევროპა ცუდი არ არის. ევროპა ისედაც რომ არ წახვიდე ევროპაში, რომ ეცნობოდე ევროპულ ცივილიზაციას, კითხულობდე ევროპულ ლიტერატურას, უყურებდე ევროპულ კინოს და იღებდე ინფორმაციას იმ ყოფაზე, იმ ცხოვრების დონეზე, იმ ცხოვრების წესზე, რომელთაც ცხოვრობს ევროპელი მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყანაში, ხო? დარწმუნდები, რომ არ არის ევროპა ცუდი. განათლების იმ დონით რომელიც აქვს ევროპას არ არის ცუდი, ჯანდაცვის იმ დონით, რომელიც აქვს ევროპას არ არის ცუდი, მართლმსაჯულების იმ დონით და სამართლიანობის იმ დონით, რაც აქვს ევროპას არ არის ცუდი. ეს იცის ჩვენმა მოქალაქემ, ძალიან კარგად იცის. დარწმუნებულია ამაში, რომ ეს ასეა, მაგრამ პროპაგანდა ზუსტად იმიტომაც არის, რომ ის ცდილობს სინათლეები ჩააქროს და მარტო თვითონ ილაპარაკოს და ილაპარაკოს, როდემდე ილაპარაკოს, თან ვერც ცulis თავის სლოგანებსაც ვერ ცulis. აი როგორც რო ჩაიხვევდა საბჭოთა მაგნიტოფონი კასეტას და ეგ-ეგივეს რო იმეორებდა, ისე დადიან და იმეორებენ ქალი-ქალია, კაცი-კაცია, ქალი-ქალია, კაცი-კაცია. ეგონება მეტი სხვა არაფერი აღუდებს თამაში. და ამ დროს ვის რას არწმუნებენ, ვის რას ეუბნებიან, ამით არავინ არ იცის. თვითონაც ვერ იგებენ რას ამტკიცებენ, მაგრამ ეს უნდა გაიმეორონ, რომ ვიღაცამ უთხრა, რომ ასე უნდა მოიქცე. რას ისმთ ახლა ეს მათი არჩევანია. ახლა ამას ვერანაირად მე არც შევეცდები, რომ რაიმე ტიპის რესურსი დავხარჯო იმაზე, რომ მათ ეს რიტორიკა შეცვალონ, მაგრამ აუცილებლად დავხარჯავ
მაქსიმალ ენერგიას იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ თავისუფალ მოქალაქეებმა ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი ხედვები, ჩვენი აზრები, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, თქვათ, რომ არ უნდა აუკვეთ იმ ბოდუებს, რომელიც აქვს დღეს ქართულ ოცნებას. აი იმ ადეპტებს, რომლებიც არიან, რომლებიც აჯერებენ და თამით უმეტესად გურში აჯერებენ მოქალაქეებს, რომ მან იყო რაღაცა გაუგებარი თარეში და ეს თარეში აღკვეთა რუსულმა არმიამ. აი ამას როდესაც ეუბნები შენსავე თანამოქალაქეებს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ბოლომდე მიგაჩნია ისინი არარაობებად, საერთოდ უგუნურ ადამიანებად და ადვილად შეგიძლია მათი მართვა. არ არის ასე. არ არიან საქართველოს მოქალაქეები ასე განწყობილი და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბევრი მანკიერების, ბევრი პრობლემის, ბევრი ხიფათის სათავე სწორედაც არის რუსეთი, სწორედაც არის ეს რუსული ველიკოდერჟავული პოლიტიკა, ეს რუსული უსამართლო და არათანასწორობაზე აგებული პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩაგვრის პოლიტიკა. და ის პირდაპირ გეუბნება, რომ შენ თუ გინდა რომ იყო მან ხელისუფლებაში, შენ თუ გინდა რომ მან მოიპოვო ძალაუფლება, შენ დანარჩენი საზოგადოება უნდა დაჩაგრო და საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ თუ მივიღებთ აი ასეთ ჩაგვრელ საზოგადოებას ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რომ რაღაც ნაწილი დიდი ნაწილი უბრალოდ ჩვენი საზოგადოებისა დაჩაგროს, იმიტომ რომ ის ხელისუფლებაშია, აუცილებლად ეს იქნება ისეთი სახელმწიფო, რომელსაც მერე მოვა და ადვილად გაცილებით ადვილად დაჩაგრავს რუსეთი, იმიტომ რომ ჩაგვრა მან იცის როგორია და ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ აი ამ ჩაგვრელობით პოლიტიკას, რომელიც აქვს დღეს ქართულ ოცნებას აღებული. ის რას აკეთებს? ის ამბობს, რომ მე იმიტომ მყავს პოლიცია, რომ დაგჩაგრო, მე იმიტომ მყავს სასამართლო, რომ დაგჩაგრო, მე იმიტომ ვარ ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომ შენი ინტერესები კი არ გავითვალისწინო და დავიცვა, არამედ დაგჩაგრო. მე იმიტომ არ გიგებ გზას, რომ გჩაგრავ, იმიტომ არ გაძლევ წყალს და რაღაც სხვა სიკეთეებს, ხო, რომ უნდა დაგჩაგრო. და აი ეს ჩაგვრის პოლიტიკა ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არის ყველაზე მძიმე რამ, რამაც შეიძლება ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება გრახისთვის. და ჩვენ ამას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და ამას უწევს რეალურად წინააღმდეგობას დღეს ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მოედნებზე, სხვადასხვა პლატფორმებზე, სხვადასხვა სიმცეში უპირისპირდებიან ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება არის ჩაგვრელი ძალა და ამის ჩაგვრის რესურსს ბოლომდე უზრუნველყოფს რუსეთი. დიახ, დავიდრე დაგემშვიდობებით არჩევნებზეც მინდა გკითხოთ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ფონზე, როდესაც გასულ საპარლამენტო არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება და მისი არჩევანი ეჭქვეშ დგას, გვაქვს ახლა თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკური ვითარება ცალკე საკითხია, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემა არის დამკვირვებლებით, ჩვენ ვიცით რომ მეუთეოდირიც იქნება და მათ შორის ადგილობრივი დამკვირვებლებიც ვერ შეძლებენ და არც გვირდებიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამ დამკვირვებლების უფლებებიც მაქსიმალურად არის შეზღუდული. მე მინდა რაღაცა თქვენი შეფასება აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც საინტერესოა. არჩევნების პროცესი, რომელიც 2024 წელს წარიმართა საქართველოში, არ დატოვა უპასუხო კითხვები, ხომ? და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ რა უნდა ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას უნდა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვოს. ქართულ ოცნებას არ აინტერესებს შენ მიხვალ არჩევნებზე თუ არ მიხვალ. მიხვალ მაინც გაიმარჯვებს, არ მიხვალ მაინც გაიმარჯვებს. ქართული ოცნების დამოკიდებულება არის, რომ ყველა ის ადმინისტრაციული რესურსი, რაც კი არსებობს და ბუნებრივი ადმინისტრაციული რესურსი იმას ნიშნავს, რომ ის ადმინისტრირების ხელში და არის ქართული ოცნების ხელში, ის იყენებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს მხოლოდ მან და სხვამ არავინ. არ აქვს მნიშვნელობა
რამდენი ამორჩეველი მივა არ აქვს მნიშვნელობა რა ეს ამორჩევლები ვის დაუჭერენ მხარზე რომელი პარტია რომელი კანდიდატი რამდენ ხმას მიიღებს ქართული ოცნება ზის და კერავს არჩევნებს ისე როგორც მას უნდა და ის აუცილებლად იმარჯვებს მიუხედავად იმისა თავად საარჩევნო პროცესი როგორ მიმდინარეობს ეს კარგად გამოჩნდა ბოლო რამდენიმე არჩევნებზე მაგრამ 2024 წლის არჩევნები ამისი პიკი იყო როდესაც მართლა დაინახეს მოქალაქეებმა რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ შემდგარა და ეს იყო სპეცოპერაცია რომელიც ჩაატარეს პოლიციამ სუსმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა აი ეს არის მთლიანად რომელიც თავისთავად პოლიციისა და სუსის ფილიალებად ჩამოყალიბდა ხო სამწუხაროდ საქართველოში აი ეს ყველაფერი ერთად აღებული იყო ის სახელმწიფო რესურსი ის ადმინისტრაციული რესურსი რომელიც არჩევნებს კი არ ატარებს არჩევნების შედეგებს წერს ამიტომ აქვს პროტესტი მოქალაქეებს ამიტომ აქვს პროტესტი პოლიტიკურ პარტიებს რომ ამ სისტემაში ამის გაკეთება არის ფუჭი წყლის ნახვა იმიტომ რომ იგივე შედეგი იქნება იგივეს გააკეთებს ქართული ოცნება და აუცილებლად მერე მოგიბრუნდება და გეტყვის რომ აი შენ ხომ იყავი ჩემს გვერდით ჩემთან ერთად მონაწილეობდი არჩევნებში ეხლა კეთილი ინებე და აღიარე და შენ იძულებული ხდები რომ მე აღიარო ის შედეგები საარჩევნო პროცესის რომელიც აპრიორი თავიდანვე იცი რომ შენგან არ არის მართული და შენ ვერც კი მონაწილეობ ამ პროცესში მონაწილეობს მხოლოდ ქართული ოცნება თავისი აი ამ ადმინისტრაციული რესურსებით და ამიტომაც აი რასაც დავაკვირდებით ახლა ხო აი ამ საარჩევნო კამპანიის დროსაც ატარებს ქართული ოცნება კარგად დავინახავთ რომ ვინ ატარებს ამ საარჩევნო კამპანიას და როგორ ატარებს ისევ აი ეს ადმინისტრაციული რესურსები ისევ ეს ადმინისტრაციული წყაროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ აი დაარწმუნოს საზოგადოება რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურენტული საარჩევნო პროცესი მიდის ქვეყანაში და სწორედ მაშინ დაუწევს ეუთოს როდესაც ეუთო შეიძლება ვერც კი მოასწროს მისიის რა თქმა უნდა გრძელვადიან მისიაზე აღარ არის საუბარი მოკლევადიანი დაკვირვების სადამკვირვებლო მისია შეკრას და გამოაგზავნოს და შეიძლება ერთჩვენიერ დღეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს სახელით დააკვირდეს მისია რომელშიც იქნებიან საკმაოდ მაღალი დემოკრატიის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციიდან ბელარუსიდან ყირგიზეთიდან და აი ასე წარმატებით შეაფასონ მერე ქართული ოცნების ჩატარებული საარჩევნო პროცესი. ეს არის თვალთმახსობა და როდესაც საუბრობ შეიძლება ცალკე აღებულ მოქალაქეს მე არა მაქვს პროტესტი არჩევნებზე და მე მინდა რომ იყოს არჩევნები და რა თქმა უნდა ცვლილებები არჩევნებმა უნდა მოიტანოს მაგრამ არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად დაცული და გარანტირებული ნორმალური საარჩევნო პროცესი დემოკრატიული სამართლიანი და თავისუფალი და ინფორმირებული საარჩევნო პროცესი და დღეს ჩვენ ასეთი პროცესი არ აგვაქვს და აი ამ მართლობის პირობებში ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. იმიტომ რომ თუ ამის სურვილი ექნებოდა ქართულ ოცნებას, მაშინ ის მინიმუმ სხვა დასკვნას გამოიტანდა 2024 წლის საარჩევნო პროცესიდან და არა იმას, რა დასკვნას მან გამოიტანა. დაგვირით 2024 წლის არჩევნები მიიტაცა ქართულმა ოცნებამ. შემდეგ ჩაატარა პარლამენტის ხდომა, დანიშნა მთავრობა და მთავრობის პირველი განცხადება რა იყო? რომ საქართველოს წვეთს ყველა მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ანუ ეს იყო ქართული საზოგადოების განაცხადი, ეს იყო ქართული საზოგადოების მოთხოვნა წინასაარჩევნო პროცესის დროს. არა, რა თქმა უნდა, ეს არის მოთხოვნა იმ ძალისა, რომელმაც მიიტაცა ქვეყანაში არჩევნები, მიიტაცა ძალაუფლება და ეს მიტაცებული ძალაუფლება მას აძლევს დღეს ფუფუნებას, რომ ატაროს ასეთი რუსული ჩაგვრელი და ძალადობრივი პოლიტიკა ქვეყანაში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ზვიად ქორიძე საუბრობდა თრიალეთის ეთერში. გადაცემა თავისუფალი თემა დღეს ამით გემშვიდობებათ დროებით.